მე რობერტ გებრიელ მუგაბე ფიცავ რომ ერთგული ვიქნები და ზიმბაბვესადმი ნამდვილ ერთგულებას გამოვიჭრები და დავემორჩილები ზიმბაბვეს კანონებს. მანამ სანამ რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს ლიდერი გახდებოდა, ის იყო მშვიდი მასწავლებელი, რომელიც გაიზარდა თეთრი კოლონიზატორების მიერ კონტროლირებადი მთავრობის პირობებში. ის დაიბადა 21 თებერვალს. 1924 წელს პუტამაში კათოლიკურ მისიონში სამხრეთ როდეზიაში. ეს ქვეყანა დღეს ზიმბაბვეს ეწოდება. მუგაბე შონას ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდია. მისი მამა გაბრიელი დურგალი იყო. მისი დედა ბონა ქრისტიანულ რელიგიას ასწავლიდა მისიონში. იმ დროს სამხრეთ როდეზიას ბრიტანეთი აკონტროლებდა. ქვეყანას ჰქონდა საკუთარი ადგილობრივი მთავრობა, მაგრამ ძალაუფლება მცირე თეთრკანიან უმცირესობაზე იყო კონცენტრირებული. ფართო მიწები თეთრკანიან ფერმერებს გადაეცათ, მაშინ როცა ბევრი შავი აფრიკელი მიწის გარეშე დარჩა და პოლიტიკაში თითქმის არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდათ. ეს უთანასწორო სისტემა გახდება ხანგრძლივი თავისუფლებისთვის ბრძოლის საფუძველი. მუგაბეს ბავშვობა მარტივი არ ყოფილა. როცა ის 6 წლის იყო, მის მამას პრობლემები შეექმნა კუტამას მისიის ბუდლებთან, რის გამოც ოჯახი იძულებული გახდა რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელში გადასულიყო. ბავშვებს მაინც მისცეს უფლება იქ ესწავლათ. ამიტომ მუგაბე ყოველდღე შორს დადიოდა სკოლაში. 1934 წელს მისი ძმა მაიკელი გარდაიცვალა დაბინძურებული სიმინდის ჭამის შემდეგ. მალე მათი მამა ოჯახს მიატოვებს და სხვა ქალთან ერთად ახალ ცხოვრებას დაიწყებს. შვილების აღზრდა კი მის დედას მოუწევს. მუგაბეს სწავლაში კათოლიკე მღვდლებიც დაეხმარნენ. ის იყო მშვიდი, სერიოზული და ძალიან უყვარდა კითხვა. მას ბევრი მეგობარი არ ჰყავდა და იშვიათად ერთვებოდა სხვა ბავშვების თამაშებში. თუმცა სკოლაში წარმატებული იყო და ცნობილიც გახდა როგორც დისციპლინირებული სტუდენტი. ერთ-ერთი მღვდელი, რომელმაც მას ასწავლა, უყვებოდა ირლანდიის ბრძოლაზე ბრიტანეთისგან გათავისუფლებისთვის. შესაძლოა ამან მუგაბეს კოლონიური მმართველობის შესახებ შეხედულებების ჩამოყალიბებაში შეუწყო ხელი. მაგრამ ახალგაზრდობაში ის უფრო განათლებაზე იყო კონცენტრირებული ვიდრე პოლიტიკაზე. 1941 წელს მან დაიწყო მასწავლებლად მომზადება კუტამას კოლეჯში. 1945 წელს მიიღო მასწავლებლის დიპლომი. შემდეგ წლებში ის სხვადასხვა სკოლაში ასწავლიდა. სამხრეთ როდეზიასა და ჩრდილოეთ როდეზიაში, რომელსაც ახლა ზამბია ეწოდება. ის სწავლასაც აგრძელებდა. 1959 წელს მან მიიღო სტიპენდია ფორთ ჰარის საუნივერსიტეტო კოლეჯში, სამხრეთ აფრიკაში. ფორთ ჰარე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ერთ-ერთი იმ რამდენიმე უნივერსიტეტთაგანია რეგიონში, რომელიც შავკანიან აფრიკელ სტუდენტებს იღებდა. იქ ბევრი მომავალი აფრიკის ლიდერი სწავლობდა, მათ შორის ნელსონ მანდელა. მუგაბე სწავლობდა ისტორიასა და ინგლისურს და დაამთავრა 1951 წელს. იქ ყოფნისას მან გაიცნო სტუდენტები, რომლებიც კოლონიალიზმსა და რასობრივ დისკრიმინაციას ეწინააღმდეგებოდნენ. იმ დროს აფრიკის მასშტაბით თავისუფლების მოთხოვნა ძლიერდებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აფრიკის ბევრ ქვეყანაში დაიწყეს კითხვების დასმა. თუ რატომ მართავდნენ მათ კვლავ ევროპული ქვეყნები? ინდოეთის ბრიტანეთის გათავისუფლება 1947 წელს დიდი შთაგონება გახდა, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში საპირისპირო მოხდა 1958 წელს. ოფიციალურად შემოიღეს აპარტეიდი, რომელიც იყო სისტემა, რომელიც ადამიანებს კანის ფერის მიხედვით ყოფდა და თეთრკანიან უმცირესობას უფრო მეტ ძალასა და უფლებებს აძლევდა. მუგაბემ ასეთი დისკრიმინაცია დაინახა, როცა რეგიონში სწავლობდა და მუშაობდა რეგიონში. თუმცა ის მაშინვე არ გახდა აქტიური რევოლუციონერი. 1950-იანი წლების დიდ ნაწილში ის მასწავლებლად მუშაობას აგრძელებდა. ის უფრო მეტად სწავლასა და მუშაობაში იყო დაინტერესებული, ვიდრე პოლიტიკური უმცირესობის ხელმძღვანელობაში. ეს შეიცვალა 1958 წელს, როცა ის განაშაში წავიდა. განამ ახლახან მოიპოვა დამოუკიდებლობა ბრიტანეთისგან. ეს იყო პირველი ქვეყანა სუბსაჰარულ აფრიკაში, რომელმაც ევროპული კოლონიური მმართველობისგან გათავისუფლება შეძლო. მას ხელმძღვანელობდა კვამე ნკრუმა, ლიდერი, რომელიც მიიჩნევდა, რომ აფრიკელებმა თავად უნდა მართონ საკუთარი ქვეყანა და ერთად იბრძოლონ კოლონიზმის წინააღმდეგ. განაში მუგაბე მიხილა ქვეყანა, რომელსაც შავი აფრიკელები მართავდნენ. იქ მან კიდევ უფრო ირწმუნა აფრიკული ნაციონალიზმის მნიშვნელობა და აფრიკული ნაციონალიზმი არის რწმენა, რომ აფრიკის მოსახლეობამ უნდა მოიპოვოს თავისუფლება და თავად მართოს საკუთარი თავი. მარქსიზმი კი არის პოლიტიკური და ეკონომიკური რწმენა, რომელიც ეწინააღმდეგება მდიდრებსა და ღარიბებს შორის დიდ სხვაობას და ხაზს უსვამს საზოგადოების კონტროლს, მიწასა და მნიშვნელოვან ბიზნესებზე. განაში მუგაბემ ასევე გაიცნო სალი ჰეიფრონი, მასწავლებელი, რომელიც მისი პირველი ცოლი და პოლიტიკური ბრძოლის თანამგზავრი გახდა. 1960 წელს მუგაბე დაბრუნდა სამხრეთ როდეზიაში. იმ დროს პოლიტიკური სიტუაცია უფრო დაძაბული იყო.
3 წლით ადრე ჯოშუა ნკომამ დაარსა სამხრეთ როდეზიის აფრიკული ეროვნული კონგრესი. მისი მიზანი იყო თეთრკანიანი უმცირესობის მმართველობის დასრულება და შავკანიანი უმრავლესობისთვის ნამდვილი საარჩევნო უფლების მინიჭება. მაგრამ 1959 წელს მთავრობამ აკრძალა ეს ჯგუფი. ის შეცვალა ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ, ახალმა ორგანიზაციამ, რომელმაც გააგრძელა უმრავლესობის მმართველობის მოთხოვნა. თავისი მეგობრის ლეოპოლდ ტაკაუირას დახმარებით, მუგაბე შეუერთდა პარტიას. ის კარგად ლაპარაკობდა და წერდა. მასწავლებელი იყო და ფართო განათლება ჰქონდა. ამიტომაც სწრაფად შეამჩნიეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა. ეს იყო მისი ცვლილების დასაწყისი 7 მასწავლებლიდან პოლონიური მთავრობის აქტიურ მოწინააღმდეგედ. მაგრამ როცა თავისუფლების მოთხოვნა ძლიერდებოდა, თეთრკანიანების მიერ მართული მთავრობა უფრო და უფრო ამკაცრებდა ზომებს და მშვიდობიანი პოლიტიკური კამპანიის ნაცვლად ბრძოლა ნელ-ნელა მიდიოდა დაპატიმრებამდე, შეიარაღებულ აჯანყებამდე და ხანგრძლივ ომამდე, რომელიც მომავალში ზიმბაბვეს ქვეყანას შექმნიდა. 1960-იანი წლების დასაწყისში რობერტ მუგაბე უფრო აქტიურად ჩაერთო მოძრაობაში, რომელიც თავისუფლებასა და შავკანიანი უმრავლესობისთვის თანაბარ საარჩევნო უფლებებს ითხოვდა. თუმცა თეთრკანიანების მიერ მართული მთავრობა კვლავ და კვლავ კრძალავდა ნაციონალისტურ პარტიებს. როდესაც 1961 წლის ბოლოს აკრძალეს ეროვნული დემოკრატიული პარტია, მისი ლიდერები დაეხმარნენ ზიმბაბვეს აფრიკული სახალხო კავშირის, ანუ ZAPU-ს შექმნას. მას ჯოშუა ნკომო ხელმძღვანელობდა, ხოლო მუგაბე გახდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი. მისი მოვალეობა იყო საზოგადოებისთვის პარტიის მიზნების ახსნა და მისი მხარდაჭერის გაძლიერება. ამასთან მთავრობა კიდევ უფრო გამკაცრდა. 1962 წელს არჩევნებში გაიმარჯვა როდეზიის ფრონტმა მემარჯვენე პარტიამ, რომელიც წარმოადგენდა თეთრკანიანების ინტერესებს. იმ დროს ძალიან ცოტა შავკანიან აფრიკელს შეეძლო ხმის მიცემა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენდნენ, პოლიტიკას კვლავ თეთრკანიანი უმცირესობა აკონტროლებდა. მიწასა და მნიშვნელოვან ბიზნესებსაც. ასევე უთანხმოება გაჩნდა ZAPU-ს შიგნით. ნკომოს სურდა პოლიტიკური ზეწოლისა და მოლაპარაკებების გაგრძელება. მაგრამ მუგაბეს და მის რამდენიმე თანამოაზრეს სჯეროდათ, რომ მთავრობა უმრავლესობის მმართველობას მხოლოდ მშვიდობიანი გზით არ დათმობდა. ამის გამო 1963 წელს ისინი გამოეყვნენ და დააარსეს ზიმბაბვეს აფრიკული ეროვნული კავშირი, ანუ ZANU. ეხლა ორი მთავარი ნაციონალისტური ჯგუფი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ნკომოსთან დარჩა ZAPU, ხოლო მუგაბე გახდა ZANU-ს გენერალური მდივანი. ორივე სურდა თეთრკანიანი უმცირესობის მმართველობის დასრულება, მაგრამ მათი ლიდერობა განსხვავებული იყო. სამხედრო ორგანიზაცია და ძირითადი ეთნიკური მხარდაჭერა. ZANU უფრო ძლიერი იყო შონებს შორის, ხოლო ZAPU ბევრ ნდებელეს შორის. ეს გაყოფა სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს, მაშინაც კი როცა ქვეყანა დამოუკიდებლობას მოიპოვებს. მალე მუგაბე დააკავეს მისი პოლიტიკური გამოსვლებისა და მთავრობის წინააღმდეგობის გაწევის გამო. 1964 წელს მას მიუსაჯეს პატიმრობა ახალი დაკავების ბრძანებების საფუძველზე, რის გამოც თითქმის 11 წელი ციხეში გაატარა და მხოლოდ 1974 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. მუგაბეს პატიმრობის პერიოდში სამხრეთ როდეზია მთლიანად შეიცვალა. 1964 წელს ბრიტანეთმა სამხრეთ როდეზიის ორ მეზობელ კოლონიას დამოუკიდებლობა მისცა. ჩრდილოეთ როდეზია გახდა ზამბია, ხოლო ნიასალენდი მალავი. ამ ორ ქვეყანაში შავკანიან უმრავლესობას მისცეს უფლება ემართათ ახალი მთავრობა. მაგრამ სამხრეთ როდეზიაში სიტუაცია განსხვავებული იყო. აქ მთავრობას მცირე თეთრკანიანი უმცირესობა აკონტროლებდა. სამხედრო ძალას, მიწის დიდ ნაწილს და ბიზნესს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში შავკანიან აფრიკელთა რაოდენობა მეტი იყო, მათგან მხოლოდ ცოტას ჰქონდა ხმის მიცემი პლემის უფლება და თითქმის არანაირი ძალაუფლება პოლიტიკაში. ბრიტანეთიც მზად იყო სამხრეთ როდეზიისთვის დამოუკიდებლობა მიეცა, მაგრამ ამას ერთი პირობა ჰქონდა. ჯერ უნდა შექმნილიყო მთავრობა, რომელიც ნამდვილად წარმოადგენდა შავკანიან უმრავლესობას. მაგრამ პრემიერ-მინისტრი იან სმითი და მისი თეთრკანიანი მთავრობის წევრები ამას არ ეთანხმებოდნენ. ისინი შიშობდნენ, რომ თუ შავკანიან უმრავლესობას ხმის მიცემის თანაბარ უფლებას მისცემდნენ, ქვეყანაზე კონტროლს დაკარგავდნენ. ამიტომ 1965 წლის 11 ნოემბერს იან სმითმა გამოაცხადა, რომ სამხრეთ როდეზია ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი გახდა, მაგრამ მან ეს ბრიტანეთის მთავრობის ნებართვის გარეშე გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ სმითმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმისთვის, რომ თეთრკანიან უმცირესობას ძალაუფლება შეენარჩუნებინა და არა იმისთვის, რომ მმართველობა მოსახლეობის უმრავლესობისთვის გადაეცა. ამის გამო ბრიტანეთმა და საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს არ აღიარა როდეზიის ახალ მთავრობას. ეს ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა. ამის მიუხედავად სმითის ქმედებას ცალმხრივი დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ანუ UDI ეწოდა. ასევე შეიცვალა სამხრეთ როდეზიის სახელი და მას როდეზია ეწოდა.
ბრიტანეთმა და საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს დეკლარაცია არ აღიარა. მათ ასევე სანქციები დაუწესეს როდეზიის მთავრობას. იმ პერიოდში ქვეყანაში 4 მილიონზე მეტი შავკანიანი აფრიკელი ცხოვრობდა. მაშინ როცა თეთრი დასახლებულების რაოდენობა ზომა დაახლოებით 200,000-ში ადგენდა. თუმცა მაინც მცირე თეთრი უმცირესობა აკონტროლებდა მთავრობას და ქვეყნის საუკეთესო მიწების დიდ ნაწილს. ამის გამო დაფართოვდა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც როდეზიის ბუშის ომი ეწოდებოდა. ბევრი ზიმბაბველისთვის ეს ომი ასევე ცნობილია როგორც მეორე ჩიმურენგა, რაც ნიშნავს მეორე ბრძოლას თავისუფლებისთვის. ზანუს და ზაპუს საკუთარი სამხედრო ფრთები ჰქონდათ. ზანუს ყავდა ზიმბაბვეს აფრიკული ეროვნული განმათავისუფლებელი არმია, ანუ ზანლა. მისი მებრძოლების უმეტესობა შონა იყო და მას ჩინეთის მხარდაჭერა ჰქონდა. ხოლო ზაპუს ყავდა ზიმბაბვეს სახალხო რევოლუციური არმია, ანუ ზიპრა. მისი მებრძოლების უმეტესობა ნდებელე იყო და მას საბჭოთა კავშირის მხარდაჭერა ჰქონდა. ამ ორ ჯგუფს მხოლოდ სამთავრობო ძალები არ ებრძოდნენ. მათ შორისაც იყო მეტოქეობა და დაპირისპირება. ომის პირველ ეტაპზე როდეზიის არმია უფრო ძლიერი იყო. მას თანამედროვე იარაღი ჰქონდა. გამორჩეული საჰაერო ძალები და მხარდაჭერა სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის მთავრობისგან. მოზამბიკი მაშინ პორტუგალიის კონტროლის ქვეშ იყო. ამიტომ პარტიზანებისთვის უფრო რთული იყო აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხო ბაზად გამოყენება. ამასობაში რობერტ მუგაბე სხვა ნაციონალისტ ლიდერებთან ერთად ციხეში დარჩა. დაპატიმრების ცენტრში პირობები მძიმე იყო. საკნები გადაჭედილი და ზოგიერთი პატიმარი იატაკზე იძინებდა, მაგრამ მუგაბემ ეს დრო გამოიყენა სასწავლებლად და სხვა პატიმრების სწავლებისთვის. მან ლონდონის უნივერსიტეტში დისტანციური სწავლებით რამდენიმე ხარისხი მიიღო, მათ შორის იყო პედაგოგიკაც. მათ შორის იყო დროის მართვა, სწავლა და სამართალიც. ასევე შეეძლოთ შეტყობინებების გაგზავნა მხარდამჭერებისთვის გარეთ, თანამგრძნობი მცველების დახმარებით. ამიტომ მიუხედავად პატიმრობისა, ისინი მაინც ინარჩუნებდნენ გავლენას თავიანთი მოძრაობის მიმართულებაზე. როცა მუგაბე 1974 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს, ბრძოლა უკვე გამძაფრებული იყო და ზანუ გაყოფილი იყო. მთავარი ლიდერი მაშინ დაბანინგი სითოლე უფრო გახსნილი იყო მოლაპარაკებებისა და გარდამავალი მთავრობის მიმართ. მუგაბე კი მიიჩნევდა, რომ შეიარაღებული ბრძოლა არ უნდა შეწყდეს, სანამ შავკანიანთა უმრავლესობის მმართველობა არ დამყარდება. ნელ-ნელა მან მოიპოვა ზანუსა და მისი სამხედრო ფრთის ზანლას დიდი ნაწილის მხარდაჭერა 1975 წლისთვის. მუგაბე უკვე იყო მთავარი ლიდერი უფრო დიდი ფრაქციისა, რომელიც ცნობილია როგორც ზანუ პატრიოტული ფრონტი, ანუ ზანუ PF. ამასთან ერთად მოზამბიკში დიდი ცვლილება მოხდა. პორტუგალიის მმართველობა დასრულდა და მოზამბიკი დამოუკიდებელი გახდა 1975 წელს. იქ ახალი მთავრობა მხარს უჭერდა აფრიკულ ნაციონალისტურ მოძრაობას. რადგან მოზამბიკს დიდი საზღვარი ჰქონდა როდეზიასთან, ზანლას უკეთესი ადგილი მიეცა წვრთნისთვის. მოზამბიკიდან შესაძლებელი გახდა მომარაგება და მებრძოლების ქვეყანაში შეყვანა. მოზამბიკიდან მუგაბე ეხმარებოდა მზარდი პარტიზანული ომის ხელმძღვანელობას. 1976 წლისთვის როდეზიის მთავრობა იძულებული გახდა გაეფართოებინა სამხედრო სამსახური თეთრკანიანი მოქალაქეებისთვის. მაგრამ რაც უფრო მეტ ჯარისკაცს აგზავნიდა, მით უფრო მძაფრდებოდა ქვეყნის დიპლომატიური იზოლაცია. ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და თვით სამხრეთ აფრიკაც კი აიძულებდნენ იან სმითს ეღიარებინა, რომ თეთრკანიანთა უმცირესობის მმართველობა ვერ დარჩებოდა სამუდამოდ. ბევრი თეთრკანიანი როდეზიელი წტოვებდა ქვეყანას შიშის, სამხედრო სამსახურისა და მომავლის გაურკვევლობის გამო. ამ დროს კი მუგაბემ კიდევ უფრო გაამყარა კონტროლი ზანუზე. ეს პროცესი მშვიდობიანი არ ყოფილა. მოძრაობის შიგნით ეჭუმიტანილი მეტოქეების დაპატიმრება, მოცილება და განდევნა დაიწყო. 1979 წლის ბოლოს მოზამბიკში ავტოავარიაში დაიღუპა ჯოსაია ტონგუგარა, ზანლას ძლიერი სარდალი. მისი სიკვდილის შესახებ მრავალი ვარაუდი გაჩნდა, თუმცა მტკიცებულება, რომ მუგაბე მის მოაკვლევინა არ არსებობს. 1970-იანი წლების ბოლოსთვის აშკარა გახდა, რომ როდეზიის მთავრობას ადვილად გამარჯვება აღარ შეეძლო. თეთრი მოსახლეობა დასუსტდა. ომის ხარჯები იზრდებოდა და მას თითქმის აღარ ყავდა მტკიცე მოკავშირეები საერთაშორისო საზოგადოებაში. მაგრამ გერილებსაც არ შეეძლოთ მთელი ქვეყნის სწრაფად დაპყრობა. რადგან ორივე მხარე იღლებოდა და გამარჯვების მკაფიო გზა აღარ ჩანდა, ისინი იძულებულნი გახდნენ მოლაპარაკებებზე წასულიყვნენ. და შემდეგ ეტაპზე მუგაბე იბრძოლებდა არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ არჩევნებშიც, რომელიც მას ახალი ზიმბაბვეს უმაღლეს პოზიციაზე დააყენებს. 1970-იანი წლების ბოლოსთვის უკვე ნათელი იყო, რომ მცირე თეთრკანიან უმცირესობას როდეზიაზე კონტროლის შენარჩუნება აღარ შეეძლო. 1979 წლის სექტემბერში ლონდონის ლანკასტერ ჰაუსში შეიკრიბნენ ბრიტანეთისა და როდეზიის მთავრობის წარმომადგენლები.
რობერტ მუგაბეს ზანუ და ჯოშუა ანკომოს ზაპუ. მუგაბე თავდაპირველად შეთანხმებაზე წასვლას ოქმანობდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ომის უსასუოდ გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. 21 დეკემბერს მათ ხელი მოაწერეს ლანკასტერ ჰაუსის შეთანხმებას. ამით დასრულდა ბუშის ომი. დროებით როდეზია ბრიტანეთის მმართველობაში დაბრუნდა და დაინიშნა არჩევნები სრული დამოუკიდებლობის წინ. კომპრომისის ფარგლებში დროებით თეთრკანიან უმცირესობას გადაეცა 100 ადგილიან პარლამენტში 20 ადგილი. ასევე დროებით დაიცვეს მათი მიწები ახალი მთავრობის მიერ იძულებითი ჩამორთმევისგან. 1980 წლის თებერვალში ზანუ-ზანუპიევმა მოიპოვა 80 საპარლამენტო ადგილიდან 57, რომლებიც შავკანიან უმრავლესობას ეკუთვნოდა. ამის შედეგად რობერტ მუგაბე გახდა ახალი ზიმბაბვეს პირველი პრემიერ-მინისტრი. 1980 წლის 18 აპრილს ქვეყანამ ოფიციალურად მოიპოვა დამოუკიდებლობა და დასრულდა თეთრკანიანთა უმცირესობის მმართველობა. დასაწყისში მუგაბემ შერიგებისკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ არ უნდა ეძიოთ შურისძიება ჩვეულებრივ თეთრკანიან ზიმბაბვეელებზე. ხოლოდ მათი კანის ფერის გამო მან თანამდებობაზე დატოვა რამდენიმე ყოფილი მთავრობის მოხელე და არ ჩამოართვა მაშინვე დიდი ფერმები, რომლებიც თეთრკანიან მიწათმფლობელებს ეკუთვნოდათ. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან კომერციული სოფლის მეურნეობა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საკვების, სამუშაო ადგილებისა და ექსპორტის შემოსავლის წყაროა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში მთავრობამ სწრაფად გააფართოვა განათლება და ჯანდაცვა. მრავალი სკოლა და ჯანდაცვის ცენტრი აშენდა. უფრო მეტმა ბავშვმა შეძლო სწავლა, გაიზარდა წერა-კითხვის უნარი და გაფართოვდა ვაქცინებსა და საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა. ეს პროგრამები იყო მუგაბეს მმართველობის პირველი ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება. მაგრამ ამ წარმატებებთან ერთად პრობლემებიც დაიწყო. მთავრობამ დიდი თანხები დახარჯა. დაიზარდა ვალი და კორუფცია გავრცელდა ზანუ-პიეფში. უფრო სერიოზული იყო უთანხმოება მუგაბეს ზანუ-პიეფსა და ჯოშუა ნკომოს ზაპუს შორის. მუგაბეს ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა შონებს შორის. ამასობაში დასავლეთ ზიმბაბვეს ბევრი ინდებელე მხარს უჭერდა ნკომოს. დამოუკიდებლობის შემდეგ კიდევ უფრო გაჭირდა ზანუს ყოფილი ზანლა მებრძოლებისა და ზაპუს ზიპრა მებრძოლების ერთ ეროვნულ არმიაში გაერთიანება. შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა აჯანყებები და ბრალდებები, რომ ზაპუს წევრებს იარაღი ჰქონდათ დამალული. ეს მთავრობამ გამოიყენა მიზეზად, რომ სპეციალური სამხედრო დანაყოფი გაეგზავნა მატაბელელენდში. მას მეხუთე ბრიგადა ეწოდა. ეს ბრიგადა ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მრჩევლების მიერ იყო გაწვრთნილი და პირდაპირ ემორჩილებოდა მუგაბეს მთავრობას. 1983 წელს მან დაიწყო ოპერაცია, რომელსაც ნაგუკურა ჰუნდი ეწოდებოდა. ეს სიტყვა აღნიშნავს პირველ წვიმას, რომელიც აშორებს მშრალ ნაგავს, სანამ უფრო ძლიერი წვიმა მოვა. მაგრამ რეალურ ოპერაციაში სამიზნე მხოლოდ შეიარაღებული ამბოხებულები არ ყოფილან. ბევრი ჩვეულებრივ ინდებელეს მოქალაქე დააპატიმრეს, აწამეს, აიძულეს და ეტოვებინათ საკუთარი სახლები ან მოკლეს. მთელი თემები მუგაბეს მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერებად მიიჩნიეს. გარდაცვლულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ადამიანის უფლებათა ანგარიშების მიხედვით 1000-ობით ადამიანი მოკლეს და მსხვერპლთა რაოდენობამ შეიძლება 20,000-საც კი მიაღწიოს. 1982-დან 1987 წლამდე პერიოდში. ეს უბრალოდ სამხედრო ოპერაცია არ იყო რამდენიმე ამბოხებულის წინააღმდეგ. ეს ასევე გამოიყენეს იმისთვის, რომ დაესუსტებინათ ზაპუ და გაენადგურებინათ მუგაბეს მთავარი პოლიტიკური ოპოზიცია. 1987 წელს იოშუა ნკომო იძულებული გახდა ხელი მოეწერა ერთიანობის შეთანხმებაზე. ამ შეთანხმებით ზაპუ და ზანუ-პიეფ გაერთიანდნენ. ნკომო გახდა მთავრობის ნაწილი. თუმცა ზაპუ თითქმის გაქრა როგორც დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია. იმავე წელს კონსტიტუციაც შეცვალეს. პრემიერ-მინისტრის პოზიცია გააუქმეს და მუგაბე აღმასრულებელ პრეზიდენტად აქციეს. როგორც პრეზიდენტი მას ეკავა მთავრობის ხელმძღვანელობა, სამხედრო ძალები და მთავრობის დიდი ნაწილი. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მხოლოდ 7 წელიწადში მუგაბეს იმიჯი შეიცვალა. 1980 წელს ბევრი მას განიხილავდა როგორც გათავისუფლების გმირს, რომელმაც დაპირდა ქვეყნის გაერთიანებას. მაგრამ 1987 წლისთვის უკვე აშკარა იყო, რომ ის იხენებდა სამხედრო ძალადობას. შიშის და კონსტიტუციის ცვლილებების გამოყენებით მან მოიშორა მოწინააღმდეგეები და გააძლიერა საკუთარი ძალაუფლება. აქედან მოყოლებული თავისუფლებისთვის ბრძოლა ნელ-ნელა გადაიქცა მუგაბეს ბრძოლად, რათა დარჩენილიყო ხელისუფლებაში. 1990-იან წლებში რობერტ მუგაბეს და ზანუ-პიეფს უკვე სრულად ჰქონდათ ზიმბაბვეს პოლიტიკის კონტროლი. საერთაშორისო ასპარეზზე ის კვლავ ცნობილია როგორც ყოფილი თავისუფლების მებრძოლი და სამხრეთ აფრიკაში აპართეიდის მამაცი კრიტიკოსი. მაგრამ ზიმბაბვეს შიგნით კორუფცია და უმუშევრობა ნელ-ნელა მძაფრდება, მთავრობის ვალი და სამუშაოს ნაკლებობა.
1992 წელს მისი პირველი ცოლი სალი თირკმლის დაავადების გამო გარდაიცვალა. შემდეგში მუგაბემ გრეის მარუფუ ცოლად შეიხტო. მათ უკვე ჰქონდათ ურთიერთობა და შვილები, სანამ სალი ცოცხალი იყო. რეისიც ძალაუფლებას დაეუფლა ზანუპში. ის ცნობილია იყო თავისი ფუფუნებული ცხოვრებითა და ძვირადღირებული შოპინგით. მაშინ როცა ბევრი ჩვეულებრივი ზიმბაბველი სიღალიბეში ცხოვრობდა. 1998 წელს მუგაბემ ათასობით ზიმბაბველ ჯარისკაცი გაგზავნა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მათ მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ ლორენტ კაბილას, მთავრობას ამბოხებულებისა და უცხოელი ძალების წინააღმდეგ. ზიმბაბვემ დიდი თანხა დახარჯა ამ ომში. ბევრი მოქალაქე წინააღმდეგი იყო, რადგან არ იყო ნათელი როგორ ისაგებლებდა მათი ქვეყანა მაშინ, როცა მათი საკუთარი ეკონომიკა უარესდებოდა. ამასთან ერთად მიწის პრობლემა კიდევ უფრო სერიოზული გახდა. კოლონიური მმართველობის დროიდანვე საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი მცირე თეთრკანიანი უმცირესობის ხელში რჩებოდა. ნამდვილი და სამართლიანი იყო მოწოდება, რომ მიწა უფრო მეტ შავ ზიმბაბვეს გადაეცათ. მაგრამ დაახლოებით 2000 წელს მთავრობამ დაიწყო დაჩქარებული მიწის რეფორმის პროგრამა. სწრაფად დაიკავა ბევრი კომერციული ფერმა. იყვნენ თეთრი ფერმერები, შავი ფერმის მუშები და პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ჯგუფები სცემდნენ, აძევებდნენ ან კლავდნენ. მიწა ყოველთვის არ მიუღიათ ღარიბ გლეხებს. ზოგიერთი დიდი ფერმა გადავიდა სამხედრო ოფიცრებსა და ზანუ-პი-ეფის მაღალჩინოსნებთან. ბევრ ახალმფლობელს არ ყოფნის კაპიტალი და ტრენინგი, მანქანები და მარაგი, რომ შეენარჩუნებინათ ძველი წარმოება. სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაეცა და დაზარავდა ბიზნესები, რომლებიც ფერმერულ საქმიანობაზე იყვნენ დამოკიდებული. ეკონომიკური კრახის ერთადერთი მიზეზი მიწის რეფორმა არ ყოფილა. აქვე იყო კორუფციაც, მთავრობის ზედმეტი ხარჯვა, დიდი ვალი, სუსტი ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტორების ნდობის დაკარგვა. მსოფლიო ბანკის მიხედვით 1998 წლიდან 2008 წლამდე ზიმბაბვეს ეკონომიკის ნამდვილი ზომა თითქმის ნახევრად შემცირდა. კრიზისის გაღრმავებასთან ერთად გაძლიერდა ოპოზიცია. 1999 წელს მორგან ცვანგირაიმ დააარსა დემოკრატიული ცვლილებების მოძრაობა, ანუ MDC. ადრე ის იყო პროფკავშირის ლიდერი იყო და მუგაბეს მთავარი მოწინააღმდეგე გახდა. 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალურად მუგაბე კვლავ გამარჯვებულად გამოცხადდა, თუმცა ბევრი დამკვირვებელი და ადამიანის უფლებათა ჯგუფი გაკვირვებული დარჩა დაშინების, ძალადობისა და სერიოზული პრობლემების გამო საარჩევნო პროცესში. ზიმბაბვეს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან კიდევ უფრო გაფუჭდა. 2002 წელს მას ერთად თანამეგობრობაში შეწევრობა შეუჩერეს საარჩევნო დარღვევების ბრალდებების გამო. როდესაც შეჩერება გაახანგრძლიwes, ზიმბაბვეს საკუთარი ნებით გამოვიდა ორგანიზაციიდან 2003 წელს. ამასობაში ზიმბაბვეს დოლარის ღირებულება მუდმივად ეცემოდა. დიდი ხარჯების დასაფინანსებლად და ვალების გადასახდელად ცენტრალურმა ბანკმა ძალიან ბევრი ახალი ფული დაბეჭდა. როდესაც ფული მეტია მიმოქცევაში, მაგრამ პროდუქცია ცოტაა, ფასები სწრაფად იზრდება. ამას ჰიპერინფლაცია ეწოდება. იყო პერიოდები, როცა ფასები რამდენიმე საათში იცვლებოდა. ადამიანების ხელფასები, პენსიები და დანაზოგები მნიშვნელობას კარგავდა. მთავრობამ გამოუშვა ბანკნოტები მილიარდებისა და ტრილიონების ნომინალით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნომრები ძალიან დიდია, ამ ფულით ძალიან ცოტა რამის ყიდვა შეიძლება. 2009 წლისთვის ზიმბაბვეს დოლარი თითქმის აღარ დამოიყენებოდა და ქვეყანა უფრო მეტად დაეყრდნო უცხოურ ვალუტებს, როგორიცაა ამერიკული დოლარი და სამხრეთ-აფრიკული რანდი. მსოფლიო ბანკის მიხედვით ჰიპერინფლაციამ გაანადგურა დანაზოგები და ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირება. კრიზისის ფონზე 2008 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მორგან ცვანგირაიმ პირველ ტურში მუგაბეზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა მან 50%-ს ვერ გადააჭარბა, ამიტომ საჭირო გახდა მეორე ტური. ამის შემდეგ გაიზარდა თავდასხმები MDC-ს მხარდამჭერებზე. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის Human Rights Watch-ის მიხედვით არსებობდა ორგანიზებული ძალადობა, წამება და დაშინება, რომელშიც ჩართული იყვნენ უსაფრთხოების ძალები და ზანუ-პი-ეფის მხარდამჭერები. ძალადობის გამო ცვანგირაიმ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. მუგაბე დარჩა ერთადერთ მთავარ კანდიდატად და გამოცხადდა გამარჯვებულად. თუმცა ბევრმა არ აღიარა ეს არჩევნები როგორც თავისუფალი და სამართლიანი. საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მუგაბე დათანხმდა ძალაუფლების განაწილების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ის დარჩა პრეზიდენტად, ხოლო ცვანგირაი 2009 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა. უცხოური ვალუტის გამოყენებამ დროებით შეამცირა ინფლაცია. თუმცა, როდესაც მუგაბეს და ზანუ-პი-ეფს დარჩათ კონტროლი სამხედრო ძალაზე, პოლიციასა და მთავრობის მნიშვნელოვან ნაწილებზე. 2013 წელს მუგაბემ კვლავ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები. მისმა მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ ამ მომრჩეველთა რეგისტრაციასა და საარჩევნო პროცესში პრობლემები იყო. არასოდეს გაქრა ეჭვი ხმის მიცემის ნამდვილი თავისუფლების შესახებ. მაგრამ ახლა უფრო დიდი პრობლემა მისი ასაკი და ისაა, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას. 2017 წლის ბოლოს
მუგაბე უკვე 93 წლისაა. ZANU-PF-ის შიგნით ორი ჯგუფი ებრძვის ერთმანეთს მემკვიდრეობისთვის. პირველი დაკავშირებულია ვიცე-პრეზიდენტ ემერსონ ნანგაგვასთან, რომელიც მუგაბეს დიდი ხანია გვერდით უდგას. მეორე ჯგუფი კი გრეის მუგაბეს უჭერს მხარს, რომლის გავლენაც იზრდება და მიიჩნევა, რომ სურს ქმრის ადგილი დაიკავოს. 2017 წლის ნოემბერში მუგაბემ მნანგაგვა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს სამხედროებმა აღიქვეს როგორც ნაბიჯი გრეისისთვის გზის გასახსნელად. 2014 წლის ნოემბერში სამხედროებმა იმოქმედეს და ჰარარეს მნიშვნელოვან ადგილებზე კონტროლი დაამყარეს. მათ ეს მაშინვე არ უწოდეს გადატრიალება. განაცხადეს, რომ მათი სამიზნე მხოლოდ მუგაბეს გარშემო მყოფი კრიმინალები იყვნენ. მაგრამ რეალურად მათ პრეზიდენტი შინაპატიმრობაში მოათავსეს და აიძულეს გადამდგარიყო. თავდაპირველად მუგაბემ უარი თქვა, მაგრამ როცა ZANU-PF-მა ის პარტიის ლიდერის პოსტიდან გადააყენა და პარლამენტმა იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო, საბოლოოდ მან 21 ნოემბერს გადადგა. დასრულდა 37 წლიანი მმართველობა პრეზიდენტის პოსტზე ემერსონ ნანგაგვა მოვიდა. მუგაბე არ დაუპატიმრებიათ და არც მისი ქონება და სარგებელი წაურთმევიათ. მას ნებადართეს დარჩენილიყო ზიმბაბვეში და მკურნალობა უცხოეთში გაეგრძელებინა. 2019 წლის 6 სექტემბერს რობერტ მუგაბე სინგაპურში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ზიმბაბვეში დააბრუნეს და მოგვიანებით დაკრძალეს კუტამაში, იმ ადგილას, სადაც ის დაიბადა. მის მემკვიდრეობას ორი მხარე აქვს. ცხოვრების პირველ ნაწილში მან ხელი შეუწყო თეთრკანიანი უმცირესობის მმართველობის დასრულებას და იმ სისტემის გაუქმებას, რომელიც შავკანიან უმრავლესობას მიწასა და პოლიტიკურ უფლებებს ართმევდა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში მისმა მთავრობამ ასევე გააფართოვა განათლება და ჯანდაცვა, მაგრამ მან არ დამოიყენა ეს წარმატება ძლიერი და დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად. მან დაასუსტა ოპოზიცია, გამოიყენა სამხედრო ძალადობა. თითქმის 4 ათწლეულის განმავლობაში შეინარჩუნა ძალაუფლება და მისცა საშუალება კორუფციასა და ეკონომიკურ არასწორ მართვას გავრცელებულიყო. გონივრულია სურვილი, რომ გამოსწორდეს უსამართლო მიწის მფლობელობა, მაგრამ მისი ძალადობრივი არეულობიანი და პოლიტიკური გზით განხორციელებამ შეამცირა წარმოება და მილიონობით მოქალაქე გააღარიბა. ამის გამო არ შეიძლება რობერტ მუგაბე მხოლოდ როგორც თავისუფლების მებრძოლი განვიხილოთ. ის ასევე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ლიდერი, რომელიც დესპოტურ სისტემას ებრძოდა. და საბოლოოდ შექმნა საკუთარი დესპოტური მთავრობა. მან ხელი შეუწყო ზიმბაბვეს გათავისუფლებას თეთრკანიანი უმცირესობის მმართველობისგან, მაგრამ მისი ხანგრძლივი უარი ძალაუფლების დათმობაზე ის ასევე გახდა იმ მიზეზის ნაწილი, რის გამოც ქვეყანამ ვერ მიაღწია სრულ თავისუფლებას, განვითარებას და დემოკრატიას, რისთვისაც დიდი ხანი იბრძოდა.